სრულიად მოვიხიბლე რამდენიმე ხნის წინათ მომიწია წაკითხვა წიგნისა, რომლის წაკითხვის აზრით მე მგონი უმრავლესობას დამსწრე საზოგადოებისა თავში აწყდა დარღვევა და სწორია, იმიტომ რომ სიზულელი ჩავიდინე. ეს არის ვინმე არაჩვეულებრივი დომინიკანელი ბერის მიერ შედგენილი ჰექსენჰამერ, ვინმე ჰაინრიხ ინსტიტუტის მოჩაედინა ეს კეთილი საქმე. ჰექსენჰამერ სამწუხაროდ ვერ ვთანხმი, რუსულად ქვია მოლდატები, თუმცა ქართულად ყუდიანების ურო ზოგადად სასაცილო ჭრება. Abiti vasot tu ara შესანიშნავი წიგნი, როდესაც გამოცხადდა ნადირობა ყუდიანებზე, მაშინ გადაწყდა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს რომელი ქალი არის ყუდიანი. Am principiu, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ აუდიტორიაში რომელი ქალის გიზის, ყველა შეიძლება ერთხმად ადგეს და გავიდეს და ახლავე შედგეს კოცონზე დიდი წვალების გარეშე. ისიც ეს თვისებები მსმენია თავის შესახებ შესანიშნავი. ანუ ეს არიან ქალები, რომლებიც გარეგნულად გვანან ყუდიანს. ეს არის პირველი თავი. გარეგნულად გვანან ყუდიანს გვანან შემდეგი პრინციპით არიან ჟღალი ქალები, იქვე წამხდარი არიან უმალვე. ქალები, რომელთაც უტყუით თვალი, გერმანულად ამას ქვია ზილბერბლიკ, მე ძალიან მომწონს, ოდნავ რო გარბის ხოლზე თვალი. არის სრულიად ელამის ცნება კიდე სხვა არის, აი თვალი რომ მიბის თუ მისამართოთ, ძალიან საშიშია ეს ქალისაც გიქმეთ არ არის. გარდა ამისა, ცაციები თავისთავად ცხადია, ქალები რომლებიც ედას უკიდებენ თავისთავად ცხადია, მაგრამ შედგომაა ძალიან კარგი რა, ძალიან ლამაზი ქალები, რომლებიც იზიდავენ მამაკაცებს, ძალიან მახიჯი ქალები, რომლებიც ვერ იზიდავენ მამაკაცებს და ქალები, რომლებიც არაფერ განსაკუთრებულით არ გამოირჩევიან. ამიტომ არცერთ ეს იყო. მეორე ფაქტი, რომლითაც ქალი შეიძლება ჩატარდეს ყუდიანად, ამას თეორიულად შეიძლება რომელიმე ჩვენთაგანი გადაურჩა, არის ის, რომ ქარიშხლის დროს აღმოჩნდა ყანაში. ცხადია, რატო იყო ყანაში, ქარიშხალი გამოიწვია და ამიტომ უნდა დაეწვას. მაგრამ ეს გადახვევაა, ყველა დანარჩენი არის გარეგნულ ნიშან-თვისებებთან დაკავშირებული. არის მოხუცი, როგორ მოახერხა და მოხუცდა, ესეთი ყუდიანია. არის ძალიან გამხდარი, სიტყვას არ ვაჭარბებ, მართლა. ძალიან გამხდარია, იყო გამცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ყუდიანი ქალები არ იძირებიან წყალში, ამიტომ ძალიან გამხდარი ხარ წესით არ უნდა დაძირულიყო, მაგრამ აქ იყო გადასარევი 60 წლით, იცით ბატონო? 60 წლით მდგომარეობდა შემდეგით, აი ძალიან გამხდარ ქალს მოკიდებდნენ ხელს და ჩააგდებდნენ წყალში. თუ კი ის დაიხჭობოდა, არ ყოფილა ყუდიანი და ყველას მააცხადებს, თუ არ დაიხჭობოდა, ესე კი იყო ყუდიანი. ქალი, რომელიც დაკითხვის დროს თავს იმართლებს, არის ყუდიანი, რომელიც დაკითხვის დროს კუშტა დგას, არის ყუდიანი. რა უნდა დგას, არავინ ვიცი. არის შესანიშნავი ადგილი ეშმაკის სტიგმა, ასე ვთქვა, აღმოჩნდა, რომ ყუდიან საშინელ ქალებს აქვს ხელზე რაღაცა წერტილი, რომელიც გრძნობილობა არ აქვს ამ წერტილს. როგორ უნდა ვიპოვოთ ეს წერტილი? ძალიან იოლია. ეს უკვე მესამე ნაწილშია განხილული ამ წერტილის პოვნის მექანიზმი. უნდა იყოს ნემსი, რომელიც არის მინიმუმ 4 თითის დადების სიგრძისა, ყველა ვიცით, რომ ეს უკვე იარაღია, რომლის გამოც პოლიციაში აბრაგვანცებენ, ხო, გრძელია ეს ნემსი საკმაოდ. აი ამ ნემსით ვეძებთ წერტილს, ვეძებთ შემდეგნაირად. მე და მსუჩაინობა ტიკა. ყველგან ვურჯობთ. სადაც ყვირის, ესე იგი იქ არ არის ეს შეისმაგის წერტილი და მე რჩენია წამს ეს ქალი აუცილებლად შეწყვეტ და ყველას ალბათ ჯერით. ოპ, დაჭერილი. მაგრამ რის გამოყვები ახლა ჩვენ ხმამაღლა ვიცით და გონია რომ აურა მაგალია და რასაც ილვა ეს ამბავი თავის დროზე 60,000-დან 80,000-მდე ქალი ეს რაც რეგისტრირებულია დანარჩენი არ ვიცით 3 საუკუნის განმავლობაში ამ არაჩვეულებრივი წიგნის ჰექსენჰამერის წყალობით ავიდა კოცონზე. ზოგიერთმა კოცონამდე ვერ აღწია და გზაში მოკვდა წამების. იმიტომ რომ წამების აღწერილობა არის მესამე თავი მთლიანად ამ შესანიშნავი დომინიკანელების ტრაქტატის. მაგრამ ეს ჩვენ გონია რომ იყო შუა საუკუნეებში და არავის გვაინტერესებს. ჰექსენჰამერის საფუძველზე ბოლოს გერმანიაში იცით რომ მოწელს დაწვეს ქალი, აბა სამცდელობა დარბას. მაშინ უკვე იყო საზოგადოდ მიღებული რომ ქალებმა ისევე როგორც მამაკაცებმა უნდა მიიღონ საშუალო განათლება, ხომ ეს პროტესტანტების დიდი მიღწევა იყო. მაშინ უკვე იქნებოდა დიდი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც კაცობრიობა ამბობდა რომ იცით ქალები და კაცები რა ყავ უკდავესული ყველასგან. მაშინ იყო, რომელი წელი შეიძლება ყოფილიყო? 1809 ბებიაჩემი ნატა დაიბადა მე მგონი იმ წელს. ანუ ისე თქვა მინდა იცით ის რაც ბრძანებენ ჩვენი კოლეგები რაც პირველი არის აბსოლუტური ჭეშმარიტება ეს დამოკიდებულება ქალებსა და მამაკაცებს შორის არასოდეს შეიძლება. ხოლო როდესაც უყვებოდი თუ კი ჩემ მეგობარს გადავხედავ იქით და მან იცის იმის შესახებ როგორ ეწვალებოდი ამ საბრალო ყუდიანების ჯაგუს
მაშინ აღმოჩნდა, რომ იყო ჩინებული ცნება, როდესაც იწვებოდა კუდიანი ქალი, მაინც რაღაც ითხოვდა გაახურო ის ცეცხლი, სანამ დიდი შო დაითმება და ჟღალი ქალი აპრილდება, ხო მაგარი საყურებელი იყო ირიჩბუაზე არ არის, ხალხით გაასხელებს იქნებს, რამეს ხვითაც ხონდა გავერთოთ და როგორც დიდი ვარსკვლავის გამოსვლამდე პატარა ვარსკვლავებს გამოუშვებენ ხოლმე განსახურებლად აუდიტორიისა, რა ერქვა ამ კარგ ცნებას პაპა? ფაგოთ, ფიჩხი, ჰომოსექსუალებს უკეთებდნენ, კარგია, კაი საყურებელი ისინი ჩუმად წიწიებენ, მაგრამ იწყება დიდი შოუ. მათ რაოდენობას არავინ არ ურიცხავდა. შესაბამისად, სექსუალური იდენტობა, როგორც ცნება, მე მგონი, არ არის მაინც დიდი, როგორც ცუდი სიტყვა, მაგრამ ქართულში ძალიან დამკვიდრებული ღლიცინის საგანი, ბევრად უფრო სერიოზული და უფრო პრობლემაა და არა მარტო საქართველოსთვის ბევრი. იმ კუდიანებზე რას ვიტყვით 90-იანი წლების საქართველოს კუდიანებზე სულ ტონობით ბიჭები რო ჩაწვდით საფლავებში დებილი გოგოების გამო უკაცრავად ამ თქმისთვის. ესეც კუდიანობა არ არის? რამდენი ისტორია ვიცი დებილად აი რატი არ დავალაპარაკო რომელიც მართლა სიცოცხლე დათმეს იმიტომ რომ აი ეს პატარა კუდიანები ინფანტილური კუდიანები რაღაც ამბებსა და ჭორებს იგონებდნენ რაღაც კაცო ეს არის ათეულობით ადამიანი ხო არ არის თეულაზე ესია არ არის ესია რასაკვირველია იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლობა დღესაც ის არის ხა აი რო უყურებდი ხოლმე ეს მაუცებდა აი უცნობი რო იჯდა საკანში აი უკვე ბოლო პერიოდში უკვე მარაზმის კატეგორიებაში რო გადავიდა თაც ქალები უნიკალურია ძველი ბიჭი ქალები ეს კიდე ცალკე ფენომენია ძველი ბიჭი შაოსანი ქალები სიგარეტის ხმა ჩამოღებული თვალებს ჩაშავებული და საწყალი მიმჩვარებული ქმრების პატრონი ქალები გიო უნდა შეეწირო ამ ამბავს ყოველმოდი სუხალები ხორეკავდნენ უნდა მოკვდეს სისხლი უდოდათ მედერები ქართველი მედერები ამისის რო შენ მოკვდი მე სამზარეულოში ვზივარ იმ ჩორს წინავს რაღაც იქით კარგია Keo, what have you said to the